ეს არის ძველი ელექტროკარადები, რომელსაც მე ახლა დავშლი თლიანობაში. უცებ მარტივად რომ ავხსნათ, თუ რა გაუგებრობა არის აქ, ეს არის დამიწება, დამიწების კონტური, ეს არის ნეიტრალური დენის კონტური და ეს ყავისფერი კი არის შემოსვლელი ფაზური დენი. შემოსვლელი დაერთებული არის MCB-ზე ზედა მხარეს, შემოდის შავი და წითელი ფერით, ხოლო გამსვლელზე აქვს მას ფაზური ყავისფერი, რომელიც გადადის შემდეგ RCB-ებზე, დიფერენციალზე, ხოლო RCB-დან გადადის ასევე ჩვეულებრივ ერთბოლოსა MCB-ზე. ამოხსნილი არის სქემა, არ არის აქ იდეალური აწყობა და არც არის სივრცე იდეალური აწყობისთვის, არის ძალიან ცუდად ეს ყველაფერი გაკეთებული, ალბათ დიდი ხნის წინ არის გაკეთებული, არ ვიცი ვისი შესრულებულიც არის, თუმცა ამ შემთხვევაში ვეცდებით ჩვენ შევცვალოთ ეს ამომრჩევლები და ძირითადი სქემის შეცვლა ჩვენ არ გვეხება ამ შემთხვევაში. აქ თავარი არის ჩავაყენოთ ახალი ზუბრის ფაზური რელე. დავშალე მე ახლა ეს ჯოჯოხეთი და ასე გამოიყურება. იმედია ახლა თანამდებობად გავყვებით და დავალაგებთ ამ ყველაფერს, თუმცა აბსოლუტური ჯოჯოხეთია აქაურობა. ეს უკვე ზუბრის ფაზური რელე უკვე დაერთებული არის. აქ გიჩვენებს ჩვენ რომ ძაბვა ახლა არის 241-242 ვოლტი, როგორ იცვლება. აქ ჩვენ შეგვიძლია ახლა დავაყენოთ დიაპაზონები, პირობით 30-ზე ან თვითონ 240-ზე გათიშვაზე და მინიმალური შეგვიძლია დავაყენოთ 100-ზე, 180-ზე, 200-ზე, 230-ზე, მაქსიმალური შეგვიძლია აქ დავაყენოთ 280 ზედაზღვარი, ხოლო ქვედაზღვარი ეს არის 110 ვოლტი. გააჩნია ჩვენ სტანდარტებით მუშაობთ. თუ მუშაობთ ჩვენ 220, 230, 240-ით ძაბვით, მაშინ დიაპაზონი უნდა დავაყენოთ, დავუშვათ 180-დან 240-მდე, 220-დან 230-მდე და ასევე გააჩნია რა ტიპის ელექტრომოწყობილობები იქნება ჩვენ ქსელში და იმ ელექტრომოწყობილობებს რა დიაპაზონში აქვს ძაბვის ვარდნა მითითებული. ეს ყველაფერი და გაითვალისწინოთ ელექტრიკებმა. რაც შეეხება ისევ და ისევ ზუბრის ფაზურ მცველს, ეს არის უმაღლესი სტანდარტის ფაზური მცველი, რომელიც არის მრავალფუნქციური და არის ევროპული სტანდარტების უკრაინული წარმოების. მე რეკომენდაციას უწევ ზუბრის ფაზურ მცველს და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტიურად.